ენერგეტიკული ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს განახლებადი ენერგიისა და თბოტუმბოების განლაგება, რათა უზრუნველყოს ენერგეტიკული სუვერენიტეტი. ანალიტიკურმა ცენტრმა გამოთვალა, რომ ქარის, მზისა და თბოტუმბოების წყაროების გაფართოებამ 2024 წელს 8,8 მილიარდი კუბური მეტრის თხევადი ბუნებრივი აირის ჩანაცვლება გამოიწვია, რაც იმავე წელს კატარიდან ევროკავშირის იმპორტის 2/3-ს უდრის. წლიურად 4 მილიონი თბოტუმბოს, 75 გიგავატი მზისა და 22 გიგავატი ქარის ენერგიის 5-წლიანი მიზნების მიღწევამ შესაძლოა 2030 წლისთვის ევროკავშირის გაზზე მოთხოვნა 25%-ით შეამციროს. თუმცა რუსული გაზის, შეერთებული შტატებისა და კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ჩანაცვლება ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობის ფონზე დაუცველობის ხარისხი უბრალოდ შეცვალა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 2021-დან 2025 წლამდე 84%-ით გაიზარდა. მიზნების მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან მწვანე ენერგიამ 2025 წელს ევროკავშირის ენერგომოხმარების 26,2% შეადგინა, რაც გაცილებით ნაკლებია 2030 წლის 42,5%-იან მიზანთან შედარებით. ამავდროულად ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებამ შესაძლოა წიაღისეული საწვავით ვაჭრობა ჩინეთის მიწოდების ჯაჭვზე დამოკიდებულებით ჩაანაცვლოს. ჩინეთი აკონტროლებს მზის ენერგიის, აკუმულატორების და თბოტუმბოების ძირითად წარმოებას, როგორც მზარდი ეგრეთ წოდებული ელექტროსახელმწიფო.